მებო ნუცუბიძე რიგში დილიდან დგას. მე ვარ მებო 24 წლის თბილისიდან. ქმნის საკუთარ სიმღერებს, მაქვს ჩემი სტილი და ვარ ინსტრუმენტალისტი. ყველას აინტერესებს მებო რატო და არა მერავი. ანუ მერაბი ვარ პასპორტში და ესე აი მერაბ ნუცუბიძეს რო აცხადებენ, მგონია რომ აი რუსი ტიპი რო არის. არიკით რომ ღერისხონი კაბზონი. მგნავენია გამოვიდა და добрый вечер და რაც ეგეთო მიმღევა და არ შემიძლია და ჩემ მუსიკას ვთვლი რომ უხდება მებო. გამარჯობა. გაგვეცანის შეიძლება? მე ვარ მებო 24 წლის თბილისიდან. მებო? მებო. მებო, ანუ მერაბი? ეგ ოფიციალური პასპორტის სხვათა შორის პასპორტში შეგიძლია ჩააწერინო რაც გინდა. კარგი იდეაა სხვათა შორის. ხო. ეს რა გიჭირავს ხელში? ეს არის ჩემი პატარა მეგობარი უკულელე. უკულელე. ჰავაური. დაუკრა უკულელეს. ვაპირებ. ძალიან საყვარლად გამოიყურება. რა შეგვისრულებ? ჯონ მეიერის სიმღერას Say. გისმენ მებო. ამას თუმცა დაკვრა შეიძლება. Take all of your wasted honor, every little past frustration. Take all of your so-called problems, better put them in quotation. Say what you need to say, say what you need to say. Living in the same old moment, oh, knowing you'll be better off instead. მენიერი საერთაშორისო სტანდარტის არაჩვეულებრივი ბიჭი არის მელაგი. Say what you need to say. It's better to say to mine. Never say what you needed to say. You need to say. You need to say. And say it again. Take all of your wasted. ანაბული ჟიურის წევრები Better put them in quotation. იდიმაგო. ბრავო, მებო. იდიმაგო ძალიან იდიმაგო. მერაბ კარგი ბიჭი ხარ. მე მქონდა შეგრძნება რომ ვიყავი ძალიან მაგარი უკვე ვარსკვლავის ლაივ კონცერტზე და არ მქონდა იმის შეგრძნება რომ შენ ხარ კონკურსზე. ძალიან ვისიამოვნებ. სიტყვებიც კი არ ყოფნის როგორც სოფო მაგნიშნა, მეც მეგონა რომ მართლა კონცერტზე ვიყავი. მე ვიქნები პირველი თუ საქართველოში ვიქნები და როცა ვიქნები შენ კონცერტზე რომ მოვა. იცი რა მომწონს? ისეთი თავმდაბალია. როცა ელაპარაკები და ამ დროს როცა მღერის ხდება სხვანაირი. მე ძალიან უწევს თავმდაბალი ხალხი საერთოდ. სხვათა შორის თამთა ეს არის კლასიკა, როდესაც ადამიანი სულიერად არის მუსიკოსი, ის არის ყოველთვის თავმდაბალი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენნაირი ადამიანების გამო მე არ ვარდები დეპრესიაში და კიდევ ხვდები რომ ძალიან მაგარი მუსიკოსები ცხოვრობენ ჩვენ ქვეყანაში და ყველანაირად ხარც გიჭერს შენ. მოკლედ ბრავო. დიდი მადლობა ძალიან. რა თქმა უნდა კი, რა თქმა უნდა. მებო მე გეუბნები დიდკის. აი ეს არის ჩემთვის X ფაქტორი. X ფაქტორიც აღმოაჩინეს. მებო, ბერძნულად გეტყვი რა. ნე, კი. შენ დაამტკიცე რომ ზომას მართლაც არ აქვს მნიშვნელობა. ამ პაწაწინა და საყვარელი ატრიბუტით აგერ რა ამბავი ატეხე. კი. შენ გაქვს 4 კი? 4. მადლობთ რომ მოხვედი. მადლობა წარმატებას. 4 კი და დღევანდელი კასტინგიც ნამდვილი X ფაქტორის აღმოჩენით დასრულდა. ეგეთი მაგარი ემოცია არასდროს არ მიგიხსნა. და იმდენად პარალიზებული ვიყავ სიხარულიდან რომ ვერ გამოვხდი და ეხლა გამოდივარ და მგონი რაღაცებს ვამბობ რომ კი გამიხარდა და შოკში ვარ. თუ რა ვიცი, აი ენავებება ისეთი გახარებული.